უნიკალური არ არის ვითარება, ყველგან სადაც დიქტატურაა, ყველგან სადაც ავტოკრატია არის, აი ესეთ ტერორის, შიშის დანერგვის მეთოდები არის აბსოლუტურად იდენტური. აქაც ხდება ტრის ხატის შექმნა და წარმოჩენა სხვადასხვა ადამიანების, ვინც სამიზნე და ვისაც ამოიღებენ, როგორც არანორმალურ ადამიანად, რაღაც ბოროტ, ამორალურ არსებებად, რომელთა შებრალება არ შეიძლება და შემდეგ აი ამ სამიზნისათვის მიდის ჯერ არტ-დამუშავება თქვენი კოლეგა ტელევიზიების მიერ, ეს არის იმედი, რუსთავი 2, კიდევ არ ვიცი რამდენიმე წვრილი ტელევიზია და შემდეგ აი ერთკვირიანი დამუშავების შემდეგ ხდება მიგზავნა ადამიანების და ფიზიკურად ანგარიშწორების განხორციელება მათზე. აი ეს არის ახლა ის რაც ხდება. რა ნოდარ დუმბაძე, მურადა გონიათ ვეფხისტყაოსნის პერსონაჟი. რა ნოდარ დუმბაძე, ხო უყურებდით ახლა ადამიანს წარმოდგენა არა აქვს რაზე არიან. უბრალოდ აქ მიღებული აი ესეთი დირექტივა, რომ ვინც არის ხელისუფლების მოწინააღმდეგე, იმას ჯერ აღმოუჩენენ რაღაცას ან ხუმრობით ნათქვამს, ან რაღაც პრივატულ სივრცეში წარმოთქმულ რაღაცას, ბევრს უთქვამს ხო რაღაცა ასეთი რამე და შემდეგ ხდება აი ამ ადამიანებს, ახლა კიდე ახალი რაღაც გავიგე იონა წინასწარმეტყველზე ვიღაცას უთქვამსო და აი ესე შემდეგ. სინამდვილეში არის ანგარიშწორება სხვაგვარად მოაზროვნეთა წინააღმდეგ და სხვა სახელის დარქმევა ამისთვის უბრალოდ არ შეიძლება. სხვა შორის უმბერტო ეკო აღწერს აი ამ ვითარებას, როგორ უნდა ოდიოზური გახადო ეს შენი მოწინააღმდეგე, როგორ უნდა დააბრალო ყველა ცუდი თვისება მას, როგორ უნდა ამხილო თითქოს და ქვეყნის წინააღმდეგ მტრობაში, ქვეყნის რაღაც კულტურული ფასეულობების წინააღმდეგ მოქმედებაში და შემდეგ როდესაც გამზადებული იქნება ეს ფონი, რომ ეს ადამიანი უკვე აღქმული იქნება რაღაც დეჰუმანიზებულ რაღაცა არსებად, რომელიც ადამიანის კი არ არის მათთვის, ხოლმე შემდეგ ანგარიშწორება. ამ კონტექსტში გავიხსენებდი ქართული ოცნების შტაბ-ბინასთან ქალებს დაუწყეს ცემა გახსოვთ და ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კითხა კახი კალაძეს რომ ესო რას გავსო როგორ შეიძლება რა ეს კუნთმაგარი ხალხი დაძდევს ამ ქალებს და ურტყავ და ეგენი ქალები არიანო საერთოდო ესე იგი ადამიანები არ არიან და ამიტომ შეიძლება მათთვის რაღაცის სროლაც დახვედრებაც და ის და ზოგ შემდეგ ეს რა თქმა უნდა არ ჩერდება ხო ერთ ადგილზე მხოლოდ თელ საზოგადოებაში იმატებს ზიზღი, აგრესია, ერთმანეთს მიმართ გაუტანლობა და მე უკვე გამოიხატება არაპოლიტიკურ შემთხვევებში. ისეთში მაგალითად როგორც ვერაზე მომხდარი ამბავი იყო რამდენიმე დღის წინ. თუ ხელისუფლება თვითონ ნერგავს აგრესიას, შემდეგ მოქალაქეებიც ხდებიან აგრესიულები და სადამდე მიყავს ეს ვითარება შემდეგ ამას. მიყავს იქამდე რომ სამოქალაქო დაპირისპირებები იწყება, ადამიანები უსწორდებიან ერთმანეთს, იარაღის გარეშე აღარავინ აღარ გამოდის ქუჩიდან, ჭრიან ერთმანეთს და აი შემდეგ. აი ეს არის ის ვითარება, რომელზეც პასუხისმგებელი არის ცხადი არის ქართული ოცნება და სხვა არავინ. ბატონო, ასეთ დროს ბატონო გზა როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა მოახერხოს საზოგადოებამ, ვინც ესე ვთქვათ, ჯანსაღად რეაგირებს ესეთ მოვლენებზე, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს, მათ შორის თუნდაც არ ვიცი, აი პროპაგანდას, აი ამ თავდასხმებს, პროვოკაციებს, ეს სიტყვაც შეიძლება გამოვიყენოთ. აი რა უნდა დავუპირისპიროთ, იმიტომ რაღაცა ცუდად იხუმრებ გცემენ, რამეს დაწერ, გააკრიტიკებ, ციხეში გიშვებენ. აი, მაშინ როგორ უნდა იმოქმედოს საზოგადოებამ? სხვა შორის ძალიან საყურადღებო იყო რუსი ბლოგერის გინება ქართველების. აი ახლა ნახეთ ცოტა ხნის როგორ უწოდებს ქართველებს ღორებს, საქართველოს ღორების ქვეყანას. მის მიმართ კი არ არის არანაირი რეაგირება. რეაგირება არის სხვა ადამიანების მიმართ. აი ამ ბატონის ონისეს მიმართ და კიდე სხვების მიმართ. ამიტომ უნდა შევხედოთ ამას დიდი კონტექსტით. ეს არაფერი არ იცვლება რუსეთის მოქმედებაში, საქართველოში არაფერი არ იცვლება. როგორც წეული და მათი პატრიარქი აქ საუკუნეების წინ როგორც წავდნენ ქართულ წიგნებს, როგორც მოკლეს დოსითეოს ქუთათელი და ექვთიმე გაენათელი, ხო ზუსტად იგივე აგზელებს დღევანდელი რუსეთის ხელისუფლება. და მაშინ როდესაც საქართველოში არის რეალურად რუსეთის საბჭოთა კავშირის აღდგენისათვის მიმართული ომის ნაწილი საქართველოს მთავრობა არის ასეთი ახლა და კარგად დადასტურდა ეს ხო ახლა ყულევის ვითომდა ნავთობგადამამუშავებელი დასანქცირდა და რეალურად იქ არაფერი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა არ არის
ვერაფერს ვერ დაასანქცირებდა, ვერაფერს ვერ აწარმოებდა ის. რეალურად ეს არის რუსეთისათვის ხელის შეწყობა იმისათვის, რომ უკრაინაში მისი ომი იყოს უფრო ეფექტური. სისხლის ეკონომიკა შეიძლება ასე დავარქვათ. აი როცა ანახებენ კიევში დაბომბილ იმას კორპუსებს და იქ რომ ბავშვები იხოცებიან, ის ბუჩას ტრაგედია რაც იყო და აი ბევრი რამ რაც ხდება, ხო, ეს არის ხარდაჭერილი მათ შორის საქართველოს ხელისუფლების მიმართ. რატო ვთქვი ახლა აი ამ კონტექსტზე? ერთი არის ორდინალური პოლიტიკური ვითარება, ჩვეულებრივი ქვეყანა, რომელიც რაღაც დემოკრატიულ საწყისებს პატივს სცემს და ამ შემთხვევაში პოლიტიკური პარტიები მოქმედებენ, ტელევიზიები მოქმედებენ, მაყურებელს აწვდიან სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას და ეს ზეგავლენას ახდენს საერთო პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სურათზე. მაგრამ როდესაც ხარ რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენელი, როგორც არის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, აქ მოვლენათა ლოგიკა არის აბსოლუტურად შეცვლილი. რეალურად რკინის ფარდა არის დაშვებული ახლა ხელისუფლების მხრიდან საქართველოს მოქალაქესთან. და გამოცხადებულები არიან უუფლებოდ ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საზოგადოების წარმომადგენლები, მომღერლები, მწერლები, ზვიად რატიანი და პაატა ბურჭულაძეს ხედან ციხეში. ორი ყველაზე დიდი ქართველი პოეტი დღევანდელობის და ქართველი მომღერალი. ხო, აი ასეთი არის ვითარება. ამიტომ მე მგონია, რომ ერთიანობა ამ შემთხვევაში და გაცნობიერება იმ საფრთხის, რომლის წინაშე ჩვენ ვდგავართ, არის უდიდესი მნიშვნელობის. პოლიტიკური პარტიები ხანდახან თავს ესხმიან, სრულიად უსაგნოდ ერთმანეთს ქვებს ესვრიან, ერთმანეთს სხვადასხვა ხედავთ ხო Facebook-ის და სოციალურ ქსელებში რაღაც დაპირისპირებებს ადამიანებს შორის. ეხლა ყველაფერი ეს გახდება მეასე ხარისხოვანი და უკვე უნდა გახდეს კიდევაც მეასე ხარისხოვანი. იმიტომ რომ საზოგადოების ერთიანობის გარეშე შეუძლებელია ამასთან დაპირისპირება, რაც დღეს ჩვენ ქვეყანაში არის. უმთავრესი ფაქტორი, რა თქმა უნდა, არის ცივილიზაციური ომი, რაც მიმდინარეობს ახლა რუსეთსა და უკრაინას შორის, რაც რეალურად არის საბჭოთა კავშირის აღდგენისათვის მიმართული ომი. ხედავთ ხო, სამ დღეში უნდა აეღოთ კიევი, დასცინოდნენ უკრაინელებს, უკრაინას როგორც ქვეყანას უწოდებდნენ 404-ს, რომ ეს არის ერორი, ქვეყანას შეცდომა და ამ შემდეგ და დღეს ხედავთ, რომ დრონები დაფრინავენ თვით რუსული ქალაქების, ეკატერინბურგის, სანქტ-პეტერბურგის, მოსკოვის, ომსკის თავზე. ზოგიერთ შემთხვევაში 2500 კილომეტრით არის დაშორებული ფრონტის ხაზ და ასეთი არის ძალმოსილება ახლა უკრაინული ძალის. ამიტომ ადრეც გვითქვამს, რომ არსებობს ტრიადა, აი თქვენი შეკითხვის პირდაპირ პასუხად, არსებობს ტრიადა იმისათვის, რომ შეიქმნას წინაპირობები თავისუფლების და დემოკრატიის გასამარჯვებლად საქართველოში. ეს არის, რომ ევროპული და ატლანტიკური საზოგადოების ყურადღება ჩვენსკენ იყოს მოპყრობილი და ხედავთ, რომ ევროპული საზოგადოება, ამერიკის შეერთებული შტატები ხარდაჭერას უცხადებთ ქართველების ბრძოლას თავისუფლებისათვის. მეორე არის, რომ რუსეთი ჩვენი თავარი მტერი და ოკუპანტი იყოს დასუსტებული და აი ამ ვითარებაში ამ ტრიადის მესამე ნაწილი არის, რომ საქართველოში იყოს ერთიანობა ფუნდამენტურ ღირებულებებზე. არის თუ მე ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით არ არის, მაგრამ ასევე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თავარი დრო, როდესაც დადგება, როდის არის ეს იქნება აი ამის წინასწარმეტყველება ახლა არის აი, ძალიან რა შეიძლება ეს ყველაფერი უმატებს. აი, რა შეიძლება მაშინ ეცოდეს? აი ადამიანი ნახეთ გუშინ რაზე დაიჭირეს. აი შეიძლება ნებისმიერი შემთხვევა აღმოჩნდეს ტრიგერი იმისათვის, რომ მოხდეს აი სულისკვეთების აფეთქება, რომ აღარ დავემორჩილებით. არ ვიცი, აი იყო ცნობილი ის არის, რა ქვია, ხო, შაჰაბაზის მმართველობის დროს ერთმა რაღაც შემთხვევამ გამოიწვია აი ამ წყლობით ნაგროვები ბოღმის ამოფეთქვა და ეს ბახტრიონის სახით ვიცით შემდეგ ეს მოვლენები რაც იყო. გუშინ ადამიანი რაზე დაიჭირეს? ჩაუდეს ჯერ ნარკოტიკები რამდენიმე თვის წინ, იჯდა 9 თვე, ეს სულ ტყუილად და დამტკიცდა, რომ ამას არავითარი ბრალი და არავითარი ნარკოტიკები არ ქონია და ამან შეაგინა მათ, ვინც ეს ჩაუდო, ეს ნარკოტიკები და ამის გულისათვის იქნა დაჭერილი ეს ადამიანი. ამიტომ ყოველი შემთხვევა შეიძლება აღმოჩნდეს საწყისი ძალიან სერიოზული პროცესების. ამის წინასწარმეტყველება ახლა არის შეუძლებელი და ვერც ერთ ქვეყანაში ვერ უწინასწარმეტყველია ეს. ვერ არის, ამას არ უნდა ველოდოთ ხომ ალბათ ბატონო. თუმცა ყველა წინაპირობა არის ამისათვის.
აი არ უნდა ველოდოთ ხო ალბათ იმ რაღაცა იმ მომენტს ესე ვთქვათ, როდესაც მოხდება, არ ვიცი, კულმინაცია, როდესაც იქნება ალბათ აი ამ უდაოდ მართალი ბრძანდებით, არ უნდა ველოდოთ და პოლიტიკურმა კლასმა ეხლა იმის გამო არა რომ მე პოლიტიკურ კლასს ანუ აქება ან რაღაცა, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოებამ გადადგეს მართლაც პრინციპული, მართლაც სერიოზული და მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ეს იყო პირველ რიგში პარლამენტში არ შესვლა და თქმა რომ ამ სიყალბეში ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას. ამ სიბილწეს არ შევეკრებით ზავით. ქართველი ხალხის მოტყუების ხარჯზე კომპლექტაცია არ მოხდება ამ პარლამენტის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი ერთის მხრივ, მეორეს მხრივ ის პროტესტი, რომელიც სულ გრძელდება და ვერაფრით ვერ შეძლეს ქართველი ხალხის აი ამ პროტესტის სახში შეყვანა. და აი ეს გარემოებები არის, რაც ქართულმა საზოგადოებამ, ქართულმა პოლიტიკურმა კლასმა ნამდვილად შექმნა როგორც დიდი წინაპირობა. ახლა ესენი არ გაჩერდებიან. რა თქმა უნდა, იქნება ახალი დაჭერები, პოლიტიკურ ოპონენტების დევნა, თვით პარტიაშიც კი 1927 წელია. ხო ხედავთ ამ ლილუაშვილს იჭერენ, ლილუაშვილის ნათესავს თურმე აღმოაჩნდათ 10 მილიონი დოლარი, იქ მეორე პრემიერ-მინისტრი დაიჭირეს იმასაც 10 მილიონი, რაღაც ღაპრული ღირებულებების საათები, ოქროს ნივთები და ასე შემდეგ. იქაც არის 1927 წელი. ღარიბაშვილის შემთხვევაში მისი ოჯახის წევრებს დღემდე ბიძინა ივანიშვილის ფოტოები აქვთ. სოციალურ ქსელებში ესე ვთქვათ და დღესასწაულებს ულოცავენ. გასაგებია, იმიტომ რომ აი ეს დამონება ხდება ადამიანის. სტალინის დროს იყო რომ ცოლი დაუჭირეს კალინინს და ის ისე ვრჩებოდა სტალინის თანამებრძოლად. აი ეს ვითარება არის, სწორედ ამაზე ვლაპარაკობთ. ამ ხელისუფლებისათვის საქართველოს მოქალაქე აღარ არსებობს. ლიოსას აქვს ერთი ძალიან ცნობილი სიტყვები, რომ პოლიტიკის გზაო დიქტატორის არის ცხედრებით მოფენილი, გვამებზე გადადისო. აი ესე გადადის ადამიანის ღირსებაზე, ადამიანის გვამებზე, შეურაცხყოფაზე, დამცირებაზე საქართველოს მოქალაქეების. და რატომ, რა დავაშავეთ ჩვენ? დავაშავეთ ის, რომ უბრალოდ გვინდა რომ საქართველოს გააგრძელოს თავისი ისტორიული გზა და იყოს ევროპული ქვეყნების ნაწილი, დავდგეთ ერად სხვა ერთა შორის, როგორც ამას ჩვენი ყველაზე დიდი წინაპრები მოგვიწოდებდნენ. ახლა არის აი ეს ცივილიზაციური გაყრა უნდა მოხდეს. ჩვენ ვიცით რომ 2022 წელს მათ აირჩიეს რუსეთი. მათი იმედი ჰქონდათ რომ რუსეთი მოიგებდა. მათი რიტორიკა, მათი ქმედებები, მათი ხელშეწყობა რუსეთისათვის, აი ეს ყულევის ქარხნები და ეს შემდეგ ყველაფერი მიმართული იყო იქითკენ რომ ფიქრობდნენ რომ რუსეთი გაიმარჯვებდა, მაგრამ ახლა ყველა ხედავს, მთელი სამყარო ხედავს რომ რუსეთი ვერ იმარჯვებს. აი როგორც კი მოხდება აი ამ მონსტრის დამარცხება, ამ თიხისფეხებიანი კოლოსის წაქცევა, მაშინვე ჩვენ ვნახავთ რომ 2-3 დღესაც ვეღარ გასტანს ის რეჟიმი, რომელთანაც ახლა საქმე გვაქვს. ხოლო მანამდე იქნება თავდასხმების, მანამდე იქნება პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრებების, მანამდე იქნება ყველანაირი უბადრუკობა, ყველანაირი უსინდისობა, რაც კი შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს. ილია ჭავჭავაძე წერს, რაც კარგი ექნას რუსისა შტიკსა ღმერთმა იმ რუსვე ასკეცად მისცესო. აი ესენი შედან რუსეთის შტიკებზე ეხლა და ღმერთმა მართლა ასკეცად მისცეს, თუ კი რამ კარგი რამ მოუტანია რუსეთის შტიკს საქართველოში. ვერ მოხდება მუდმივად ხიშტებზე ჯდომა ვერ მოხდება. როცა ჩვენ უარყოფ შენი ქვეყნის მოქალაქეს, უარყოფ თუნდაც ოპოზიციონერს, როცა არაფრად მიგაჩნია ჟურნალისტი, როცა შეგიძლია კისერი გადაუმტრიო იმ ადამიანს, ვინც სიმართლეს აშუქებს. და ერთი ტელევიზიის ამბავი ხო არ იყო მხოლოდ TV პირველის, იქ ფორმულა ჟურნალისტები, იქ სხვა. როდესაც აი ესე შეგიძლია უყურო შენს თანამოქალაქეს, შენ ამ ქვეყანაში, ამ ქვეყნის ისტორიაში ვერანაირად ვერ შეხვალ კარგი სახელით. ივანიშვილის დროც მოვა, რა თქმა უნდა. ახლა ჯერჯერობით ის დგას შიშზე, ტერორზე, სისხლზე, იმ ნაპარავ მილიონებზე, რომელიც ქართულ ხალხს წაართვა, მაგრამ ეგრე ეგონათ საბჭოთა კავშირშიც. კაცზე თითო ავტომატი ჰქონდათ. თითოეულ ქალაქზე ასობით ტანკი ყავდათ, მაგრამ უცებ ეს ჩამოიშალა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ აღარ ქონდა არანაირი სოციალური, ადამიანური, მორალური, ეთიკური წინაპირობები მათ არსებობას. აი ესე მოხდება აქ ამ შემთხვევაში და ეს ვითომდაც ფსევდო ხარდამჭერები ნოდარ დუმბაძის ვითომ და შემოქმედების დამცველები, ხო, ამას ვერაფერს ვერც უშველიან და ისე გაქრებიან როგორც ჩარშანდელი თოვლი.
კი ბატონო გზა თქვენ ბრძანეთ რომ კიდევ უფრო მეტ რეპრესიებს უნდა ველოდოთო და ჩვენ ვხედავთ როგორ სწრაფ რეჟიმში მიმდინარეობს ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმის განხილვა სასამართლოში. როგორი არის თქვენი მოლოდინი? ფიქრობთ რომ არ ვიცი აი სულ მალე შეიძლება რამდენიმე კვირაში ცის პოლიტიკური ლიდერი რომელიც ერთხელ უკვე ყავდა ბიძინა ივანიშვილს ციხეში, კვლავ ციხეში გაუშვან, მათ შორის თქვენი კოალიციის ლიდერები, ნიკა გვარამია, გიორგი ვაშაძე არ არის, მე მგონი შებეშა. ვაშაძე არ არის ჩვენი კოალიცია. ვერა ალიანსში ხართ ერთად კი ბატონო, ხო. ზურაბ ჯაფარიძე და ასე შემდეგ და თავარი კითხვა, რაში სჭირდება ივანიშვილს ახლა დამატებით რაღაცნაირად ესე მოაგროვოს და კიდევ უფრო გაამრავლოს პოლიტიკურ პატიმართა რაოდენობა? დათრგუნვისთვის, განსხვავებული აზრის, პოლიტიკური ცხოვრების დათრგუნვისთვის. მაგ კონტექსტის ნაწილია სხვა შორის პარტიების აკრძალვა. ხო, ის ამბობს, რომ თუ შენ ჩემი წინააღმდეგი ხარ, თუ შენ მობილიზებას ახდენ ხალხის, თუ შეგიძლია და გაქვს საკმარისი დამაჯერებლობა იმისათვის, რომ ბევრი ადამიანი გაერთიანდეს შენ გარშემო და 26 მაისი უკანასკნელი იყო მათთვის ძალიან მკაფიო სიგნალი, რომ მიუხედავად აი ამ ტერორისა ათეულობით 1000 ადამიანი გამოდის მაინც, როდესაც მნიშვნელოვანი ამბავი ხდება. აი ამიტომ უნდა ამ პოლიტიკური ლიდერების ციხეში გაგზავნას და მეორე მხრივ ეს არის რაღაც ვაჭრობის თემას დასავლეთთან. ჩვენ არაერთ გზის გვითხოვს რომ ისინი ასე ელაპარაკებიან დასავლეთს რომ მიიღე ის მოცემულობა რაც არის საქართველოში. აი როგორც რუსეთში არის ეგრეთ წოდებული სუვერენული დემოკრატია და რუსეთი ამბობს რომ აი რუსეთი ასეთი არის და თუ შეგვიძლია დააყოლებს ხოლმე იქა, ასევე ეხლა ესეც აი მინი რუსეთად გადაქცეული ივანიშვილის ხელისუფლებას ეუბნება რომ მიიღე ასეთი მოცემულობა, მიიღე ის რომ შემიძლია დავიჭირო ვიღაცა ადამიანები Facebook პოსტებისათვის ჩავსვა ციხეში ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თორემ ამ შემთხვევაში დავიჭერ ყველას, მთლიანად მოვსპო პოლიტიკურ ველს და მთლიანად გავრიყავ საქართველოს ცივილიზებული სამყაროსაგან. აი ეს არის ეხლა ის ლოგიკა, რომლითაც ისინი მოქმედებენ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ლოგიკა ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება გამარჯვებული. ახლა ნახეთ, კიდევ რა მოხდა, ხო? გამოდიოდით მიტინგებზე, ყველანი ქუჩაში დგომა არის დანაშაული. შემდეგ თქვენს რომ ტროტუარზე დგომაც დანაშაული არის. ახლა უკვე თუ არ წახვალ მიტინგზე და არც ქუჩაში დგახარ და არ ტროტუარზე და შენ საკუთარ Facebook-ში დაწერ რაღაცა ისეც, რაც ხელისუფლებას არ მოეწონება, იმისთვისაც ციხი არის. ეს არის ტოტალური შეურაცხყოფა საქართველოს ისტორიის, ქართველი ხალხის სულის, ჩვენი ქრისტიანული მორალის, რაც გვეუბნება, რომ თავისუფალი ადამიანები ვართ. თავისუფლად უნდა გამოვთქვათ ჩვენი აზრი, ავირჩიოთ ის, ვისი არჩევაც გვინდა. მაგრამ აი აქ ეხლა აი ამის ყველაფრის მოსპობა არის. ამიტომ გონია, ამიტომ არის რომ სასაცილო არის და გულის ამრევია მართლა ვითომს და ნოდარ დუმბაძის დასაცავად გამოსვლა. ხვალ შოთა რუსთაველის დასაცავად გამოვლენ ვითომ. მაშინ როდესაც დრამა ნამდვილი, რაც აღწერილი არის ჩვენი დიდი მწერლების შემოქმედებაში, ბევრგან ნამდვილი დრამა, ადამიანის შეურაცხყოფის, მისი დამცირების ახლა მიმდინარეობს საქართველოში, მაგრამ იქ სადაც ეს დამცირება და შეურაცხყოფა წერია, იქ ისიც წერია, როგორ იღვიძებს საქართველოს ერთ დღეს და როგორ გადაიყრის ხოლმე ამ უღელს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამის მომსწრენი ყველანი გავხდებით.